მოგწონით სიხარულით, ბედნიერები დატვირთული წელი, თითოეული თქვენგანისთვის, მთლიანად საქართველოსა და შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერების ახალი წელი. ახალ წელს ყოველთვის ახალი ოცნებები და იმედები მოაქვს. გისურვებთ აქ ხდენოდეთ ეს ლამაზი ოცნებები და იმედები. ანგელოზ ნიგარავენ და ხინის ზარებს რეკენ, მინდა ვიყო ამახალ წელს ჩემი ქვეყნის მეკვლე, სიხარული და სიკეთით უფლის მადლი გმოსავთ, გულიანო ქართველებო, მეც გულიდან გლოცავთ. აგერახოთ მტრისიავე წუხილი და დადი, თქვენს ბაღებში ზამთარ ზაფხულ ეკულცობდეს ვარდი. ისევ ხილით გაფხისლებდეთ, ხილით დანაყურებს, ისავსე მთვარე დახურებდეს თქვენს ეზოს და ყურეს. მზის ხის სიტყვა შემოჰქონდეს გალაღებულ სურსით. ხელში იჯდეს პაპა მოგიგენეს თამომავალს თვლიდეს ეზოს ჩრდილში სიხარული ძლამას აკმევს თლილი. და გამრავლით ქართველებო, როგორც ზღვაში ქვიშა, მამულისთვის ბევრზე ბევრი გმირთა გმირი იშვას, უფლის მადლა გიწყალობოთ ხაცმე გულით ვერთქვა, ხვალის წვენა და იმედი დაგილოცოთ ღმერთმა. ზოლა თურმე თბილისში ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ყოლოდნენ. თვლიდნენ რომ ამ დღეს ბედნიერებას უნდა ჩამოეღო. მათ კარი დახურული თუ დახტებოდა, ბედნიერება მათ გვერდსაუნდა. მოგეხსენებათ საქართველოს ყველა კუთხე საკუთარი დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა. არც სახელმწიფო ტრადიციები გამოდაკრისი, აბა ქართულს გვეწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საახალწლო ტრადიცია საქართველოს ყველა კუთხეში საერთო, რიტუალები თითქმის ყველგან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ახალ წელს მეკვლე უპირველესი სტუმარია, რომელსაც მფარველი ანგელოზი მოჰყვება. მეკვლები ირჩევენ დამუმებულ, დამდგარ მამაკაცს, რომელიც უფლეს უწყობილია თავისი კარის ფერხით, გულუხობით და ლოცვის გამჭირვალებით, ანუ მისი ლოცვა ჭრიდა. ჩამიჩენ პურებს აცხობდნენ, ისე რომ ოჯახის ყველა წევრს დიდო პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩენ პურს ჭამდა. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა. შინ შემოbrunებისას ოჯახის ყველა წევრს ახალ წელს ლოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლოყმას აჭმოდა. მეკლე სახლში შემოსვლისას ხალხთან ძიმით გადაუყია. ბევრი მათგანი კრუხტინძილებ ეყოლებაო. შოგაზე დაკავდა ნუ იცი ხოლმე ეგეთი წევლა ქალო, ახალი წლიღამე წევლა იქნება, იგო შამსდა და მეკლე დამპატიდა. ხوار ბოდა ცოტა გადავკარით, წვენებით იქ მივიტანეთ. მამალდებთან ხელცარილი ხوار მივიდოს. განავალევინოთ აბა ჩვენს სტუმრებს. რა უნდა დავალევინო ჩილოდა? იგეთი საფერავი მაქვს, მთელი სოფლის კაცები დამდებენ მამყიდო. მოდი შავრიდეთ და სუფრას მივუსხდეთ. მიყო ჩვენ უკვე თერფული ვიცეკვეთ შენ გარეშე და მადლობა რომ შემოგვიყვანეთ.
ბედის პურს აცხობდნენ. ბედის პური ბედნიერების მომტანი იყო, ბასილა კი ხვავისა და ბარაკის. ბედის პურის ზომს მიღალ ფორმას აძლევენ და შიგ და ფუხს ნდებენ, რადგან განსხვავებული იყო და სხვა პურებში არ აიროს. გუნდაზე მან ჩაგლით ხაზავენ და ისე აცხობენ. ბედის პური ორი ანვარს დედობის დღეს იჭრება. იმას, ვისაც სრულდაფულიანი ნაჭერი შეხვდება, ისწავლებს ბედნიერების მომტანი იქნება. ოჯახში დასახლისების საქმიანობა, მესხური თურმის ათება, სადაც სახელმწიფო პურს არანამცხვარს აერთებდა ბედის გადამცხვება და ასევე სამეკვერო ხარის ქედის ყველებით. მარისა და ქათან წიწილის ფუნქციები. ამზადებდნენ ასევე სამეურნეო იარაღების ფუნქციისა და ცელის ფორმის ყველებსაც. ყოველ მათგანს განსხვავებული მოყვანილობა და გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მესხურ სახელმწიფო სუფრაზე ვნახავთ კარტოფილის ხინკალს, ხავეწიან კვერებს, გოზინახს და ებოსგან ამზადებულ მესხურ ქადასაც. სახელმწიფო დღეებში ასევე მზადდება გამოხმარი ხორცი, აპოხტი, რომელიც ძველი ტრადიციების ნაწილია. მესხური ტრადიციის მიხედვით, მეკვლევ ოჯახში უნდა მიიტანოს გვირეული და ასარმა დაილოცოს. შემოდი ფეხი, წყალი და ღმერთი. ფეხი ჩემი კვალი აგელოზისიო. შემოვიდა ბასილიო, ეს ოჯახი პურითა და ღვინით ავსილიო. დიასახლისები მეკვლეს ფეხებში ჩუმად ქერს უყრიდნენ და მერე წიწილებს უყრიდნენ. განმავლდებიანო. ტრადიციების დასვა წინაპართა პატივისცემა მომავალი კეთილდღეობის ნიშანიაო. მესხური ტრადიციების მიხედვით სუფრის თავში უნდა იჩნდეს ოჯახის უფროსი. მან ჯერ ღვინის ჭიქით მარანი უნდა შემოიაროს, შემდეგ საქონლის საწვა. სახელმწიფო ტაბლაზე აუცილებლად უნდა იდევს ბასილას ხელგადადინებული ბასილას ქანაკება, რომელიც გარშემოთ აწყობენ ტყილაოსა და ტყვიასაც კი, როგორც თავდაცვის სიმბოლოს. ახალი დღის დადგომისას ოჯახის რომელიმე წევრი ასეთი დაბუჭრალში სახლის ბაზე არის და დარბაზის გვერდის სამჯერ შემოვიდა. ეს პროცესი ბედნიერი და მშვიდობიანი ახალი წლის მომტანი უნდა ყოფილიყო. სამჯერ შემოვიდა ზოგ მესხურ ოჯახში ახალი წლის დილით. რკინის ჯოხით ხელში სრულდებოდა, რაც მომავალი წლისთვის ოჯახს სიმტკიცეს გაუტანდა.
Bravo! თევდაწყობილი თაჭრელი სორს ქვემო რაჭა მე თვითონ ზემო რაჭველი გეტყვით ისა რაცა თუ კი ახალი წლის დღეებში რაჭაში მოგხვდებით მაყურებად ანუ მეყურებ ყოფნისას პატივი გეგებათ თქვენთვის სპეციალური წესებით ცოდნაც იქნებოდა საჭირო რაჭაში მეკვლის სახში რაჭველი მეკვლეები ხშირად ასე ამბობდნენ აგარა და უგაში ღმერთმა მოხდეს ნუგაში საყრაწო სულელების თქმის შემდეგ მეკვლე წყლის მოსატანად უნდა წავიდეს რათა ოჯახის წევრებს ხელპირი დაბაროს დაბრუნებულს კი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად თემსა ამბობენ რაჭაში საახალწლო სუფრაც გასხვავებული კერძებით გამოირჩევა, რომელთაც გამორჩეული სიმბოლური დატვირთვაც აქვთ. მაგალითად, ადამიანის ბანისპური, კაც ბასილა. ბასილას ღვთაებას უკავშირდება. დიდი ზომის კერია ბერიას ადამიანის სახის ფორმებს ახატავ. კერია ბერიას როგორც ბედნიერი და ერთადერთი წლის სიმბოლოს, ოჯახის ყველა წევრი სამეგრელოში ახალწელს კალანდობას უწოდებენ და თოფების სიმბოლოს ეგებებიან. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან გარეთ ხელში მორთული ჩიჩილაკი უჭირავს და რიტუალს ატარებს. შემდეგ სახლში შემოდის. ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს და საახალწლო ტაბლას მიიჩნდება, რომელზეც ღონისთავი ხაჭაპურები, ხილი და სხვა სამოვაგები ალაგია. საოსმის დაწყებამდე მეყლემ ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით დააყენებს. ვისაც ჰქონდეს მიემატოს, არა მქონდეს მისცემოდეს, ქვევრებს ვთვლიდეთ ქორწილებში, ქვევრი ისევ ივსებოდა, გახარებულს უხაროდეს, ზუხა შვება მისცემოდეს, ყველა ნატრა დაუცნება საქმედ გადაიქცეოდეს. ჩემი ყოლხუჭანულა გვარითა და დარდით, როცა ვარსკვლავები გადახასვოს ზეცაზე, საქართველოს ზეცაზე, როცა მეგულები მეგრულს ზღვით და მიყვას ისე რაც მიყვას, რა ხანია ვაგზადები შენთვის ლექსის წასაკითხად, ჩემი ლაზეთ სამეგრელო ტკბილია ვითში ახალწელს კალენდრის უწოდებენ. კალენდრის შემდეგ ის თვითონ დიაგნოზირება, ამას აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ ოჯახის უფროსი მამასახლის შინ იყოს, მის გარდა ყველა იძინებს
საახალწლო ატრიბუტი ფუჩუჩი ჩიჩილაკია. ახალ წელს მეკვლეს მაგურჩხალი ეწოდება სამეგრელოში და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და დიდი ძალისხმევით არჩევენ, რადგან სჯერათ, რომ ის იღბლისა და კეთილდღეობის ბარაქის მონტანია. რაც შეეხება ფუჩუჩს, იგივე ჩიჩილაკს, მას აქვს სიწმინდის დატვირთვა და ის ტრადიციულად წელიწადის დასასრულს იწვის, რადგან ახალი წლის სიხარულმა დაისადგუროს და ძველი წლის სევდა გაატანონ ჩიჩილაკს. სამეგრელოში შობა ახალი წელი მხოლოდ კალენდარული დღესასწაული არ არის. ეს არის ოჯახის, ტრადიციების, ერთობის, სიხარულისა და სიყვარულის დრო. ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და დღემდე ინარჩუნებს თავის ჯადოსნურ ხილს. შობა ახალი წელი. ეს არის ერთობის, სიყვარულის და ღრმა რწმენის პერიოდი. თითოეული ოჯახი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრადიციების დაცვას, რადგან ეს კულტურა მათი ისტორიის ნაწილი და მომავლის გზა. რაც შეეხება საახალწლოს უფრას, განსაკუთრებულად ამზადებენ საჭმელებს და მოგეხსენებათ ღომი და ელარჯი გამოყოფილი ნაწილია საახალწლოს უფრისა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტკბილეულსაც დიდი ოდენობით ამზადებენ, რადგან სჯერათ, რომ ეს ოჯახის სიუხვასა და ბარაქას აღნიშნავს. ალილო, შობის თუ სიკეთის მახარებლები შობის დღესასწაულზე. ბავშვები და ახალგაზრდები თეთრებში ჩაცმულები დადიან სახლებში. გალობენ ალილოს და ხალხს ახალ სასიხარულო ამბებს ამცნობენ. ალილოს მსვლელობას თან ახლავს სიმღერები და ლოცვები, რაც შობის მადლს კიდევ უფრო ძლიერად ავრცელებს. სამეგრელოს ენერგიული და უნიკალური ცეკვები და სიმღერები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ოჯახები გროვდებიან კუთხეებში და თავიანთ მეგრულ ტრადიციულ სიმღერებს ასრულებენ. ერთ-ერთია კირია ლესა. მისცემდა სერზე მყევარი ეთში ნამდვილთა ქარი თრებოდა ხვინის ნაქებით გზეულ მანათთან შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა. სამეგრელოს მსგავსად გურიაშიც ახალ წელს კალანდის სახელით იცნობენ და ჩიჩილაკსაც ხშირად თავენ. თუმცა კი თავისებურად ახალი წლის წინა დღეებში ადრღადაში გაცხელებული რცხილისა და ცხიმის ჯოხებისგან ჩიჩილაკს თვლიდნენ, რომელსაც ტკბილეულისა და ხაჭაპურების გარდა ვერცხლის ფულებითაც კი რთავდნენ ხოლმე. საინტერესოა ისიც, რომ ძველი ჩიჩილაკის დასამზადებლად ის ერთი პატარა ტოტიც ყოფნის, რაც ბევრად ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს, ვიდრე მთლიანი ნაძვის მოჭრა ან მათი პლასტმასისგან დამზადება. ძველი დროის ღალატის მიხედვით, ჩიჩილაკის გამოთქმის გურიაში ერთი განსაკუთრებული წესიც არსებობდა. გიდალში მომზნო ჭურჭელში 4 ხაჭაპური ახალგაზრდა ხალხს მარანში მიჰქონდა. საიდანაც ბიჭი უნდა გამოსულიყო ღუმიანი დოგი. შუა გზაში შეხვედრილებს შორის ორთაბრძოლა იმართებოდა. იმის განსაკუთრებით თუ ვინ ვის დაასწრებდა დოგის ან ხაჭაპურის წაწნევას და მარანში მიტანეს. ბობოს გამარჯვებისას აბრეშუმის სულხნოსობას მოელოდა. ბიჭის შემთხვევაში კი დოგის.
გურიაში ჩასულებს ჩიჩილაკის გარდა სახასიათო სამხალწლო კერძებიც დაგხვდებათ. ამ დღეებში აქ ხშირად ხვდება ნაჟიფები და გურული კვერები, ყველთა და კვერცხი. მზადდება ყუპადი და საცივიც. სადღესასწაულო ნადიმის მნიშვნელოვანი ატრიბუტი ღორის ხორცი და წითელი ღვინო გახლავთ. სწორედ წითელ ღვინოს უკავშირდება ძველი გურული სახალხო რიტუალით, რომლის დროსაც ახალი წლის დილას მამის ყიდვის შემდეგ დატვირთული გობით, ცარიერი ჩაფითა და მორთული ჩიჩილაკებით მარაში შემოდიოდნენ. ოჯახის ერთ-ერთი წევრი მისამოუღებლად ავსებდა ჩაფს, წითელ ღვინო და ვასილას ღვთაებას ბედნიერი წლის დადგომას თხოვდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში ბრუნდებოდნენ ოჯახის წევრები და აგრძელებდნენ ახალი წლის აღნიშვნას. გამარჯობა აფხაზეთო ჩემ ლურჯო მთებო თეთრო სანატორია მომენატრა მზეს სინათლის ფენი მომენატრა ზღვა რომელიც ჩორია მომაგებე შენ იგივე პალმა სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა გადეწერა შრომად ლექსი ჩემი მომაგებე მშობლიური გემი მომაგებე მშობლიური მიწა შენი ძველი მეგობარი ახალ დასახალეთში ხეშმანასა ნაჟინი ხვას უწოდებენ. მას ისევე როგორც მეგრელები, აფხაზეთის 14 იანვარზე იმედა. ეს დღე განახლებისა და სამყაროს შექმნის სიმბოლოდ მიაჩნდათ. ახალ წელს აფხაზეთში საკრალო ფესტა რიტუალს ანახშულებენ, რომლის შესრულებაშიც მთელი ოჯახი იღებდა მონაწილეობას. როგორც სამეგრელოში, ისე აფხაზეთშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მეკვლეობის ტრადიციას. აფხაზ მეკვლესაც აუცილებლად უნდა ჰქონოდა ჩიჩილაკი და სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარი კვერები. ოჯახში შემოსვლისას ოჯახის კეთილდღეობაზე და ბარათიანობაზე
ნებისმიერი პასუხისმგებლობით სავსე და არის უმნიშვნელოვანესი მხატვარი. ვინ იქნება? იკორია. პაპამოდი გითხარი შენ ვისის არ გაიყავი. გოგონა, რომელსაც მოსწონს შინური. ნუცა. მე ვარ იმის სანტა, ვინც არის ძალიან საყვარელი, კეთილი და ლამაზი. ყველა უკეთე. აბა დამახასიათებელი თქვი რა. კიდევ რაღაცები ნიშნება დაგვიმატე. მე ვისაც მიყვარს ყურომი. ყურომი. მე ვარ იმის სანტა, რომელიც მოუსვენარი და სულ ლაპარაკობ მე ვარ ყველაზე კაი მოცეკვავის და ყველაზე კაი მოჭადრაკის მოჭადრაკე აბავინარი. მე ვარ იმავლის სანტა, რომელიც ლამაზი არის საყვარელი, ჭკვიანი და მაგარი მოცეკვავია. მე ვარ იმისი სანტა, ვინც დღეს წარმოგვიდგინა მესხეთის სახალხო ტრადიციები. ნიტა. მე ვარ იმის სანტა, ვინც არის ყველაზე საყვარელი, ჭკვიანი შენ მისი სანტა. ერთი გითხარი, შენ მისი სანტა. რომელ კუთხეშია შენ? მე ვარ სანტა. რომელ კუთხეში ზის შენი ბავშვი? ვინც უნდა დაასაჩუქრო? რაჭაში. როგორი ბავშვია? კარგი. შენ გვერდი თუ არ ზის? კლასში. მე ვარ იმისი სანტა, რომელსაც ძალიან მოსწონს ინგლისური. ელენე ხუბულავა. მე ვარ იმ ადამიანის სანტა, ვინც არის უტყვიანესი ბუნებაში. აი, ყველაზე უტყვიანი ბუნებაში ისაც ვიცნობ, იმასაც უტყვიანი არ ვიცნობ ბუნებაში. ადრე იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, ეს პირველ კლასში და მეორე კლასში. მარიამ. არის კახეთში, მოყვარს პიაცავლის ფერი და
მე ვარ იმიჯი სეკრეტსანტა, რომელიც არის დადის ჭადრაკზე და არის მე ვარ ის სანტა, რომელიც არის მოუსვენარი დაჭისავით და მე ვარ იმის სანტა, ვისაც სულფურდა აცვია. მე ვარ იმის სანტა, რომელიც ძალიან ლამაზია და სულ იცემის. მარიამ მოულოდნა და ასეთი ხარი და ასე დამეორე. ხარ იმისი სანტა ვარ, ძალიან ჭირი, ასაკუთრებული სამსახიობო ჭიტათი დაბებული, რომელიც დღეს არაჩვეულებრივად ითამაშა როგორც გოგოს, ასევე მარიამ მე ვიყავი არის ულამაზესი, უყვარს ძალიან მწვანე ფერი და ძალიან მე ვარ იმისი სანტა, რომელიც ძალიან საყვარელია და ძალიან უყვარს სათამაშო. მე ვარ იმისი სანტა, ვისაც უყვარს ძალიან ხატვა და ჩემერად სათამაშო. რომელიც ძალიან ლამაზია. ვინდა ვისაც ყველაფერს ой,